გადაცემას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის წარმოგიდგენთ განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით. მოგესალმებით, უსმენთ რადიო მაესტროს ტალღაზე FM 94.7 ეთერშია გადაცემა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის. სტუდიაში მუშაობს თამუნა ყლონტი. დღევანდელი გადაცემა გააგრძელებს ჩვენი პირველი გადაცემის თემას და ვისაუბრებთ დასაქმებულთა შრომით და სოციალურ უფლებებზე საჯარო სკოლებში. გადაცემის სტუმარია მეცნიერთა და პედაგოგთა პროფკავშირის იურიდიული სამსახურის უფროსი უჩა ბაკურაძე და სწორედ ის გასცემს სამართლებრივ რჩევებს ჩვენი მსმენელისთვის ისეთ თემებზე, როგორებიცაა შრომითი ხელშეკრულება და შრომითი უფლებების დაცვა. აგრეთვე დასაქმებულთა შრომითი სოციალური პირობების საჯარო სკოლებში. შეგახსენებთ, რომ რადიო მაესტროს მსმენელს საშუალება აქვს ჩაერთოს დისკუსიაში პირდაპირ ეთერში ან დაუსვას კითხვა ჩვენს სტუმარს, ამისთვის კი უნდა დაარეკოთ ტელეფონის ნომერზე 213 და გარდა ამისა გეტყვით, რომ გადაცემები მასწავლებლები ადამიანის უფლებების დაცვისთვის ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის ფარგლებში. მოგესალმებით ბატონო უჩა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. ჩვენ უკვე გქონდა ერთი რადიო გადაცემა წინა შაბათს, რომლის გამეორება შემდგომ მოხდა უკვე კვირა დღეს და ეს რადიო გადაცემა მთლიანად მიეძღვნა განათლების სისტემასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს. მინდა გითხრათ, რომ ამას მოყვა ძალიან სერიოზული გამოხმაურება, არ წყდებოდა მოქალაქეთა ზარები ტელეფონზე, რომელიც მე პირდაპირ ეთერში გამოვაცხადე და მოითხოვდნენ სამართლებრივ კონსულტაციებს, ძირითადად რა თქმა უნდა განათლების კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია იცავს სწორედ განათლების სისტემაში დასაქმებულ მოქალაქეთა ინტერესებს და ვაერთიანებთ 35,000-ზე მეტ მასწავლებელს. გამომდინარე ზემოთქმულიდან ჩვენ გადავწყვიტეთ მომდევნო, ანუ დღევანდელი გადაცემაც მიგვეძღვნა იგივე თემატიკისთვის და შეძლების დაგვარად ამოგვეწურა სამართლებრივი საკითხები, რაც შეიძლება აინტერესებდეთ და ეხებოდეთ ქართველ პედაგოგებს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი სახის გადაცემები ნამდვილად უწყობს ხელს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას. დამსაქმებლები ხდებიან მეტად ინფორმირებულები მათი უფლებების შესახებ, დასაქმებულები უფრო სწორად, რის შემდეგაც ისინი ახერხებენ უფრო თამამად და თავდაჯერებულად საკუთარი უფლებების დაცვას. თუმცა კონკრეტული პრობლემის დადგომისას, როდესაც მაგალითად დასაქმებულს ემუქრება სამსახურიდან გათავისუფლება, უმჯობესია კვალიფიციური იურისტისთვის მიმართვა და კონსულტაციების მასთან გავლა, რაც ბუნებრივია გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ქართველ მასწავლებლებს ასეთი პრობლემა ნამდვილად არ აქვთ, ვინაიდან მათ სამსახურში დგას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საკუთარ წევრებს აღმოვუჩინოთ უფასო სამართლებრივი დახმარება. იქნება ეს უბრალოდ კონსულტაცია, სკოლის დირექტორთან მოლაპარაკება, განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობა, თუ სარჩელის მომზადება და სასამართლოში სრული საადვოკატო მომსახურება. აქვე გამოვაცხადებ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მისამართს, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ მოვიდნენ და უფასოდ მიიღონ ყველა სახის სამართლებრივი დახმარება. ეს არის ქალაქი თბილისი, აშბას ქუჩა ნომერი 5, ჟვანიას მოედანთან, ეს არის ყოფილი გაგარინის მოედანი. გარდა ამისა, რაიონებში მასწავლებელს შეუძლიათ მიმართონ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს და მინდა უთხრა მსმენელს, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს ფაქტიურად ყველა რაიონში გააჩნია საკუთარი წარმომადგენლობა რაიონული ორგანიზაციების სახით. გასაგებია, ძალიან სასიამოვნოა, რომ პირველ გადაცემას ასეთი გამოხმაურება მოყვა და დაუბრუნდეთ თემას პედაგოგებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს განათლების სამინისტროს მიერ მიღებული მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი. მსმენელს შევახსენებ, რომ მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, დისციპლინური სახდელის სახეებს და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს. ჩვენ პირველ გადაცემაში გარკვეულწილად უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე და გაირკვა, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტი მასწავლებლების მიერ აღქმულ იქნა გარკვეულ სადამსჯელო მექანიზმად, თუმცა ისიც დავადგინეთ, რომ აღნიშნულმა ნორმატიულმა აქტმა უამრავი დადებითი ცვლილება მოიტანა. თქვენ აგრეთვე წინა გადაცემაში განაცხადეთ, რომ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მუშაობს სამინისტროსთან მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესში არსებული ხარვეზების აღმოსაფრთხოლად. თუ შეიძლება მოკლედ რომ აღწეროთ კონკრეტულად რას წარმოადგენს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი და რა აქტივობებს ახორციელებთ ამ კუთხით, არის თუ არა რაიმე ხელშესახების შედეგი? დიახ, ანუ წინა გადაცემაში მე უკვე ვისაუბრე მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესზე, სამწუხაროდ
სამწუხაროდ აღნიშნული ბრძანება მასწავლებლების მიერ გარკვეულწილად სადამსჯელო ინსტრუმენტად იქნა ახმული, ალბათ გამომდინარე მისი სახელწოდებიდან მასწავლებლთა დისციპლინური წარმოების წესის შესახებ ბრძანება, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს ბრძანება პირიქით აუმჯობესებს მასწავლებლების უფლებრივ მდგომარეობას, თუმცა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურიდიულმა დეპარტამენტმა გააკეთა ამ ბრძანების ანალიზი და გარკვეული ხარვეზები გამოავლინა. ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიური კონსულტაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდა განათლების მინისტრის მოადგილი, აგრეთვე განათლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის წევრები აგრეთვე და მქონდა ძალიან საინტერესო დიალოგი. და მინდა გითხრათ, რომ წინა გადაცემის შემდეგ ჩვენ შეგვეხმიანა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აღნიშნული ბრძანების თაობაზე სამინისტროში ვიმყოფებოდით ქალბატონი მაია კობახიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, აგრეთვე მე და ვქონდა ძალიან საინტერესო დიალოგი, ანუ დეტალურად გავიარეთ, განვიხილეთ ყველა ის წინადადება, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ სამინისტროს. აი რა წინადადებები განიხილეთ, რა ხარვეზებზე იყო საუბარი, რის გაუმჯობესებასაც უნდა ელოდნონ პედაგოგები უახლოეს მომავალში. დიახ, მოგახსენებთ თუ რაზე მოხდა შეთანხმება. ანუ ეს არის რეალურად სიტყვიერი შეთანხმება, სამინისტროში დავგვირდნენ, რომ გაიზიარეს ჩვენი პოზიციები მეტნაკლებად, ანუ ვიმსჯელეთ და მივახციეთ კონსენსუსს და იმედია, რომ ეს სიტყვიერი დაპირება თავის ასახვას პოვებს უკვე კონკრეტულ ქმედებაში და ბრძანებაში შევა ცვლილებები შეიძლება შეეხოს შემდეგ საკითხებს. ანუ მესამე ამ დისციპლინური წარმოების წესის მესამე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახთელის დაკისრება იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისაგან თავისუფალ დროს, ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი. თუმცა არის ესეთი შემთხვევები, როდესაც პედაგოგმა რაღაც პედაგოგს ედავებიან იმ დისციპლინარულ გადახვევას, რომელიც მან სკოლის მიღმა ჩაიდინა. დიახ, ანუ სწორედ ამაზეა საუბარი, თუ კი არსებობს დასაბუთებული ინტერესი. თვითონ ტერმინი დასაბუთებული ინტერესი არის ძალიან ბუნდოვანი, ანუ ძალიან ბევრ რამე შეიძლება მოერგოს და შეიძლება საქმე მივიდეს პირად ცხოვრებაში ჩარევასთან, განსაკუთრებით რაიონებში. ანუ შეიძლება დირექტორმა ნებისმიერი რამ ჩათვალოს დასაბუთებულ ინტერესად და ჩათვალოს რაღაც თავშად პირადი ცხოვრების წესი სიტყვაზე ვთქვათ, რაღაც ზიანს აყენებს სკოლას და ამის გამო დააკისროს მასწავლებლის დისციპლინური სახთელი, რაც არის უსამართლობა და პირად ცხოვრებაში ჩარევა. ამიტომ ჩვენი ინტერესი პროფკავშირის იყო, რომ დასაბუთებული ინტერესი შეცვლილიყო რაიმე უფრო კონკრეტული ცნებით, რაც არასწორი ინტერპრეტაციების საშუალებას უკვე აღარ მიცემდა დირექტორს და ჩვენ შევთანხმდით დაახლოებით ფორმულირებაზე, რომ მხოლოდ ისეთ დარღვევაზე შეიძლება მოხდეს რეაგირება და მასწავლებელისათვის დისციპლინური სახთელის დაკისრება, თუ კი ეს ხელყოფს მოსწავლის ან სკოლის კანონიერ ინტერესებს. ანუ დასაბუთებული ინტერესი, როგორც ასეთი ბუნდოვანი ტერმინი ამოღებული იქნება ბრძანებაში. და ამ თემასთან დაკავშირებით ნაწილობრივ შეთანხმება მოხდა. დიახ, სიტყვიერად მოხდა ამაზე შეთანხმება, ძალიან დიდხანს რამოდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი და საბოლოოდ შევჯერდით, რომ მსგავსი ჩანაწერით შეიძლება შეიცვალოს არსებული დასაბუთებული ინტერესი. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის. დავრუნეთ პირდაპირ ეთერში, შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად და კითხვის დასასმელად ბატონ უჩასთან უნდა დარეკო სტუდიის ნომერზე 2132330. ბატონო უჩავ, საუბრობდით დისციპლინური წარმოების თემაზე. რა შეიძლება გახდეს დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში? რა სახთელი შეიძლება დაეკისროს პედაგოგს და თქვენი აზრით აწესრიგებს თუ არა ადეკვატურად ამ პრობლემას კანონი? დიახ, ანუ თავად სახთელების ჩამონათვალს შეიძლება განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით, შესაბამისად მასწავლებლები ყურადღებით უნდა იყვნენ სკოლის შინაგანაწესის შემუშავების პროცესში, ვინაიდან ისინი იღებენ სწორედ ამ პროცესში მონაწილეობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე გავაგზავნებდი წინა შეკითხვაზე პასუხს, რომ სხვა საკითხებზეც მოხდა შეთანხმების მიღწევა სამინისტროსთან, კერძოდ ამ წესის მე-19 მუხლის თანახმად ამჟამინდელი რედაქციით მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა. აი ეს არის კონკრეტულად საინტერესო, აი თუ გავიდა ეს 3 წელი, აი ამ შემთხვევაში რა ხდება მიუხედავად იმისა, რომ
ფაქტიც კი რომ არსებობდეს, რომ მოხდა ეს გადაცემა. ხანუ ფაქტი რომც დადგინდეს, თუ გასულია 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ასეთ შემთხვევაში მასწავლებლებს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ 3 წელი არის ძალიან დიდი ვადა, სასურველი იქნებოდა ამ ვადის 1 წლამდე შემცირება. ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი სამინისტროსთან და დაგვთანხმდნენ და დაგვპირდნენ სიტყვიერად ასე ვთქვათ, რომ შევაცვლება ბრძანებაში და 3 წელი შემცირდება 1 წლამდე. კიდევ ერთ საკითხზე მივახციეთ შეთანხმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზის გამო. შრომის კოდექსის მიხედვით გათავისუფლება შეიძლება პირის თუ მან კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ მიიღო რაიმე სახის დისციპლინური სახთელი. წარმოვიდგინოთ, რომ მასწავლებელმა ორჯერ წლის განმავლობაში დააგვიანა გაკვეთილისა დავუშვათ 5-10 წუთით. ეს შეიძლება გახდეს საკმარისი საფუძველი, რომ დირექტორმა გაათავისუფლოს მასწავლებელი სამსახურიდან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომელიც არეგულირებს მასწავლებლისათვის დისციპლინური დაკისრებული დისციპლინური სახთელის ვადაზე ადრე ჩამორთმევას. ჩვენ შევთავაზეთ სამინისტროს, რომ ასეთი საკითხის დაყენების უფლება ჰქონდეს თვითონ დისციპლინურ კომიტეტს, რაზეც სამინისტრო დაგვთანხმდა სიტყვიერად და სავარაუდოდ შევაცვლება, რომლის თანახმადაც დისციპლინური კომიტეტი შეიძლება დააყენოს ასეთი საკითხი, ხოლო დირექტორმა თუ დირექტორი არ დაეთანხმება ასეთ საკითხს, მან თავისი უარი უნდა დაასაბუთოს წერილობით. გასაგებია მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ 213-23-30, ეს არის ჩვენი სტუდიის ნომერი, შეგიძლიათ დარეკოთ და ბატონ უჩას პირადად დაუსვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთი საინტერესო თემა, რომელზეც ნაწილობრივ ვისაუბრეთ პირველ გადაცემაში, არის შრომის კოდექსი. თუ შეიძლება მოკლედ კიდევ ერთხელ გაიმეოროთ იმ მსმენელებისთვის, ვინც პირველად გისმენთ დღეს, რა ცვლილებები განხორციელდა შრომის კოდექსში და თქვენი აზრით, რამდენად არიან ინფორმირებულები პედაგოგები ან სკოლის დირექტორები ამის თაობაზე, რა ზომები უნდა გაატაროს სახელმწიფომ პრობლემის აღმოსაფრთხოლად? დიახ, მე ამ თემაზე უფრო ცლად ვისაუბრე წინა გადაცემაში, მაგრამ ვინაიდან გადაცემის მიზანი არის სწორედ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება მოქალაქეებში და განსაკუთრებით პედაგოგებში ამ შემთხვევაში, კარგი იქნება რომ გავიმეოროთ მოკლედ თუ რა ესე იგი უპირატესობას ანიჭებს ამჟამინდელი შრომის კოდექსი მოქალაქეებს, დასაქმებლებს და რა უნდა იცოდნენ მათ. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც განხორციელდა შრომის კოდექსში, ეს არის უვადო შრომითი ხელშეკრულებების საკითხი. ანუ პირთან შეიძლება დადებული იყოს 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულება, მაგრამ ასეთ ხელშეკრულება ითვლებოდეს უვადოდ დადებულად. რა შემთხვევებში ხდება ეს? თუ კი პირთან დადებულია 30 თვეზე მეტი ხნით შრომითი ხელშეკრულება, ანუ 2 წელიწადნახევრით ან მეტი ხნის ვადით, ასეთ ხელშეკრულება ითვლება უვადოდ დადებულად. ანუ თუ კი დადებული იქნება დავუშვათ 2 წლიანი ხელშეკრულება, 2 წლის გასვლის შემდეგ დაუშვებელია მისი გათავისუფლება ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, უბრალოდ 2 წელიწადნახევრის შემდეგ. აგრეთვე უვადოდ ჩაითვლება ხელშეკრულებები იმ შემთხვევაში, თუ კი პირი მუშაობდა 2013 წლის 4 ივლისისთვის 5 ან მეტი წლის განმავლობაში და ასე იგი 2014 წლის 4 ივლისს ისევ აგრძელებს თავის მუშაობას იგივე ორგანიზაციაში. ასეთ შრომით ხელშეკრულება ჩაითვლება უვადოდ დადებულად. და თუნდაც რომ ის ვადიანი იყოს, მაგალითად 1 წლიანი, დაუშვებელი იქნება მისი გათავისუფლება ვადის გასვლის გამო. თუმცა აქ სწორედ ეს არის დიდი პრობლემა, რომ პედაგოგებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და ხშირად სამართლოდ ხდებიან იძულებულნი რომ დატოვონ სამსახური. დიახ, როგორც წესი ძალიან ხშირად ხდება ისე რომ მასწავლებლებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. სწორედ ამიტომ ჩვენ ძალიან ხშირად ხვდებით პედაგოგებს, დავდივართ რაიონებში, შევდივართ ქალაქ თბილისის სკოლებში, თვითონ ვატარებთ ლექციებს, ტრენინგებს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით და ყოველთვის ვუმეორებთ ანუ თუ რა უპირატესობები აქვთ, მათ თუნდაც უვადო ხელშეკრულებების მხრივ ბეჭდავთ ორგანიზაცია ბეჭდავს უამრავ ბუკლეტს სამართლებრივი ხასიათის ვავრცელებთ სკოლებში, თუნდაც რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების მეშვეობით და ვცდილობთ ამის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია. თუმცა ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ვინ არის ის პირი, ვინც აუცილებლად უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია პედაგოგებს, თუნდაც დირექტორი უნდა იყოს ეს პირი? რა თქმა უნდა, პირველ რიგში დირექტორი, როგორც სკოლის მენეჯერი არის ვალდებული, რომ სწორედ მან იცოდეს ის სამართლებრივი ნიუანსები, რომლის ცოდნის ვალდებულებაც როგორც ასეთი მასწავლებლებს არ აქვთ. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სკოლის ესე იგი მასწავლებელი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან ვადის გასვლის გამო, როდესაც დირექტორმა მშვენივრად იცოდა, რომ ეს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება იყო უვადო ხასიათის, ყოველ შემთხვევაში მას მიეცა შესაბამისი განმარტებები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ მიმართეთ ხოლმე სასამართლოს და ყოველთვის წარმატებით დავასრულეთ, თუნდაც გავიხსენებ ხიდისთავის საქმეს, სადაც დედაშვილი იქნა გათავისუფლებული მასწავლებლების სოფელი ხიდისთავი გორის რაიონი, სადაც ორივე მასწავლებელი აღდგა სამსახურში ჩვენი დახმარებით და აუნაზღავლად განასტური 6000 ლარის ოდენობით.
აი გარდა ამისა, თუ შეგიძლიათ ისაუბროთ იმ ხარვეზებზე, რაც შრომის კოდექსში და განათლების სისტემაში მოქმედ სხვა ნორმატიულ აქტებში არსებობს. ხშირად პედაგოგები უჩივენ მძიმე სამუშაო პირობებს. ამ კუთხით რა გამოცდილება აქვს თქვენს ორგანიზაციას, რა ინფორმაციას ფლობთ? დიახ, ჩვენ გვაქვს ბევრი წინადადება, ინიციატივა, რაც გაუმჯობესებდა მასწავლებლების და საერთოდ დასაქმებულების მდგომარეობას საქართველოში, თუნდაც უვადო შრომით ხელშეკრულებებზე საუბრობდით ახლა. სასურველი იქნებოდა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ნომერი 959, რომელიც არეგულირებს მასწავლებელსა და სკოლას შორის დასადები ხელშეკრულების საკითხებს, ჩაიწეროს ასეთი მოთხოვნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება ითვლება უვადოდ დადებულად, ასეთ შემთხვევაში დირექტორმა დადოს არა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, მაგალითად ერთწლიანი, არამედ პირდაპირ დადოს აუცილებლად უვადო შრომითი ხელშეკრულება. არის სხვა საკითხებიც, მაგალითად ბიულეტინის ანაზღაურების წესი, როგორც ვიცით, მასწავლებლის ხელფასის გამოანგარიშებისას ხელფასის დიდი ნაწილი არის ეგრეთ წოდებული დანამატები, მაგალითად სადამრიგებლო დანამატი, აგრეთვე მასწავლებლის კვალიფიკაციის მიხედვით დანამატი, ბიულეტინზე გასვლის დროს ეს დანამატები მხედველობაში არ მიიღება. არსებობს შესაბამისი ბრძანება შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, რომელიც არეგულირებს ამ საკითხებს, მსგავსი შეღავათით, ანუ დანამატები მიიღება მხედველობაში ბიულეტინის გამოანგარიშებისას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში დასაქმებული პირების შემთხვევაში და კარგი იქნება, რომ ამ წრეს დაემატოს მასწავლებლების კატეგორიაც. ანუ მასწავლებელი, როდესაც გავა ბიულეტინში, მისი ანაზღაურების გამოანგარიშებისას მხედველობაში იქნეს მიღებული დანამატები გარდა საბაზო ხელფასისა. თქვენი აზრით, შეცვლილი შრომის კოდექსი უზრუნველყოფს თუ არა დასაქმებული სათანადო დაცვას? რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უზრუნველყოფს, ნამდვილად აუმჯობესებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური რედაქცია შრომის კოდექსის, თუმცა იმასთან შედარებით, რაც იყო მანამდე, ნამდვილად აუმჯობესებს. თუმცა აუცილებელია, რომ დასაქმებულს ჰქონდეს ინფორმაცია თუ რა უფლებებით არის ეს აღჭურვილი. ინფორმაციის არ ქონა ნიშნავს იმას, რომ ის სათანადო თავს, რა თქმა უნდა, ვერ დაიცავს. მე ვისაუბრე უვადო შრომით ხელშეკრულებებზე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების კუთხით. ანუ აქამდე ცვლილებებამდე დამსაქმებლები ათავისუფლებდნენ პირებს სამსახურიდან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამის შესაძლებლობას იძლეოდა 37 მუხლის პირველი ნაწილის D ქვეპუნქტი, რომელიც უკვე ამოღებული იქნა, შეცვლილი იქნა. ამჟამინდელი შრომის კოდექსის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია მიუთითოს კონკრეტული საფუძველი, თუ რატომ ათავისუფლებს პირს სამსახურიდან და შემდეგ სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში მოუწევს ამ საფუძვლის სათანადო დასაბუთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირი აღდგება სამსახურში და განასწორებს აუნაზღაურდება. ბატონო უჩა, ხშირად პედაგოგებისთვის პრობლემას წარმოადგენს სამუშაო გრაფიკიც. როგორ წესრიგდება ეს პრობლემა? საინტერესოა, გაკვეთილების საათების მიუხედავად ვალდებულია თუ არა პედაგოგი ყოველდღე დილიდან საღამომდე იყოს სასწავლო დაწესებულებაში? დიახ, ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა სკოლებში, საჯარო სკოლებში. ხშირად დირექტორები მოითხოვენ მასწავლებლებს, რომ ისინი დილიდან საღამომდე იმყოფებოდნენ სკოლის შენობაში, რაც არის არასწორი და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ძალიან ხშირად მომართავენ ამ შეკითხვით მასწავლებლები. ანუ არსებობს ასეთი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ნომერი 576, სადაც პირდაპირ წერია, რომ მასწავლებელი ვალდებულია იმყოფებოდეს სკოლაში მხოლოდ საგაკვეთილო საათების პერიოდში. თუ მას გაკვეთილი არ აქვს კონკრეტულად იმ საათებში, ის არ არის ვალდებული იმყოფებოდეს სკოლაში. ამიტომ ეს საკითხები ხშირად უნდა დარეგულირდეს სკოლის შინაგანი წესით, ამიტომ როდესაც მასწავლებლები იღებენ, ანუ მონაწილეობას ღებულობენ სკოლის შინაგანი წესის შემუშავებაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს ნიუანსი. გავიგეთ, რომ შეცვლილი შრომის კოდექსის მთავარი სიკეთე ის არის, რომ შემოიღეს უვადო ხელშეკრულებები და სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძვლები გამოჩნდა, რომელიც გაიწერა კანონით. აი თქვენი აზრით, კიდევ რა ხარვეზებია ისეთი შრომის კოდექსში, რომელიც პირველ რიგში უნდა მოგვარდეს და თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს მათი მოგვარების გზა? დიახ, არის გარკვეული ხარვეზები, სადაც მე ვთვლი, რომ ეს ხარვეზებია, თუნდაც ზოგადად, პირის სამსახურიდან გათავისუფლების დროს გასაჩივრების ვადა არის 3 წელი. მაგრამ თუ პირმა მოითხოვა გათავისუფლების საფუძვლის დასწერილობითი დასაბუთება დამსაქმებლისაგან, გასაჩივრების ვადა მცირდება და ხდება 1 თვე, რაც არის ჩემი აზრით ძალიან მოკლე ვადა. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ასეთ შემთხვევაში საკმაოდ დიდი შრომატევადი პერიოდი არის, რომ მოიძიოს პირმა ადვოკატი, შეადგინოს სარჩელი, მოიძიოს თანხა, სასამართლო ბაჟი, რაც არის შესატანი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს 1 თვე შეიძლება გაიზარდოს. აგრეთვე ვფიქრობ, რომ მეტი მექანიზმებია
შემოსაღები კერძო სკოლებში დასაქმებულ მასწავლებელთა დასაცავად. ანუ ისინი ყველაზე დაუცველი ფენა არის პედაგოგთა საზოგადოებაში, თუნდაც ის დისციპლინური წარმოების წესი, რომელიც გარკვეული უფლებებით აღჭურვავს მასწავლებლებს, ვრცელდება მხოლოდ საჯარო სკოლაში დასაქმებულ მასწავლებლებზე. კარგი იქნებოდა ეს გავრცელებულიყო კერძო სკოლის მასწავლებლებზეც, ვინაიდან კერძო სკოლები იღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას სახელმწიფოსგან, სამინისტროსგან, ამიტომაც მათ გარკვეული ვალდებულებები უნდა დაეკისროთ აუცილებლად კერძო სკოლებს, რომ უზრუნველყონ მეტი დაცულობა დასაქმებული პედაგოგების. და რაც შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებს, როგორ რეგულირდება ეს საკითხი, როდის არის ვალდებული პედაგოგი შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო და როგორ ხდება მისი ანაზღაურება? დიახ, რაც შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ხშირად მოგმართავენ პედაგოგები, რომ მათ უწევთ ხოლმე მუშაობა დასვენების დღეებში, მაგალითად, რომ ოლიმპიადის დროს ისინი ვალდებული არიან, რომ დაესწრონ ოლიმპიადის მიმდინარეობას, თუმცა მათ ამ სამუშაოს არავინ არ უნაზღაურებს. აუცილებელია, ვფიქრობ, რომ მათი ეს სამუშაო ანაზღაურდეს სკოლის მიერ და ამის შესახებ გაწერილი იყოს თვითონ თუნდაც შინაგანაწესში. თუმცა როგორც ჩანს, კანონი ამას კონკრეტულად არ არეგულირებს, რადგან დამსაქმებელს უკვე საშუალება აქვს თვითონ გადაწყვიტოს, როგორ აუნაზღაურებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს პედაგოგს, აუნაზღაურებს თუ არ აუნაზღაურებს საერთოდ. დიახ, ზოგადად შრომის კოდექსი ღიად ტოვებს იმ თანხის მინიმალურ რაოდენობას, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს, ანუ როგორ უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთურ სამუშაოს შემთხვევაში დასაქმებული. ამ ვფიქრობ, რომ შრომის კოდექსმა უნდა განსაზღვროს მინიმალური რაოდენობა, ძალიან ხშირად ხდება, რომ დამსაქმებელი თავაზობს დასაქმებულს, თუნდაც მაგალითად რამოდენიმე თეთრით გაზრდილ ანაზღაურებას, თუ ის შეასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს და დასაქმებული იძულებული ხდება დაეთანხმოს ასეთ კაბალურ შემოთავაზებას, ვინაიდან მას არ აქვს არჩევანი, თუ ის იტყვის უარს ასეთ სამუშაოზე, მას გაუჭირდება სხვა სამსახურის. ვინაიდან მას კანონი სათანადოდ არ იცავს, როგორც. დიახ, კანონი სათანადოდ არ იცავს, არ არის სამუშაო ადგილები, არჩევანის საშუალება არ არსებობს, ამიტომ დასაქმებული იძულებული ხდება დაეთანხმოს ნებისმიერ შემოთავაზებას, თუნდაც ეს იყოს კაბალური შემოთავაზება. გასაგებია, ჩვენ მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სტუდიის ნომერია 213-23-30, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ რადიო მაესტროს პირდაპირ ეთერში და ჩვენ სტუმარს დაუსვათ შეკითხვა. გარდა ამისა, შეგახსენებ, რომ გადაცემის სტუმარია მეცნიერთა და პედაგოგთა პროფკავშირის იურიდიული სამსახურის უფროსი უჩა ბაკურაძე. ჩვენ ვსაუბრობთ შრომის კოდექსზე, ახლა კი ჩვენს პირდაპირ ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით და გავაგრძელებთ საუბარს. გადაცემას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის წარმოგიდგენთ განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით. რეკლამის შემდეგ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში უსმენთ გადაცემას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის სტუდიაში მუშაობს თამუნა ღლონდი. დღევანდელი გადაცემა გააგრძელებს ჩვენი პირველი გადაცემის თემას და ვსაუბრობთ დასაქმებულთა შრომით და სოციალურ უფლებებზე საჯარო სკოლებში. გადაცემის სტუმარია მეცნიერთა და პედაგოგთა პროფკავშირის იურიდიული სამსახურის უფროსი უჩა ბაკურაძე. შეგახსენებთ, რომ რადიო მაესტროს მსმენელს საშუალება აქვს შეერთოს დისკუსიაში პირდაპირ ეთერში ან დაუსვას კითხვა ჩვენს სტუმარს, ამისთვის უნდა დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 213-23-30. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გადაცემები მასწავლებლები ადამიანის უფლებების დაცვისთვის ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის ფარგლებში და დისციპლინურ წესებს საუბრობდით. ჩვენ მსმენელს შევახსენებთ, რომ მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, დისციპლინური სახდელების სახეებს და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს. კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი კი განსაზღვრავს კერძო სკოლა. გარდა ამისა, ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით დისციპლინური სახდელებია შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამსახურიდან გათავისუფლება, დისციპლინური სახდელის სხვა სახე შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე. დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი. მასწავლებლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში. დისციპლინური გადაცდომის განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს მოსწავლის, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია,
რომლის სამსახურეობრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს. მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა და სწორედ ამასთან დაკავშირებით ბატონო უჩა თქვენ ისაუბრეთ რომ შეიძლება ეს ვადა შემცირდეს და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება სკოლის შინაგანაწესს, ის შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ბატონო უჩა საინტერესოა, რა როლს იკავებს შრომის შინაგანაწესი სკოლაში არსებულ შრომით ურთიერთობებში და რა პრობლემებია ამ კუთხით, რა გამოცდილება აქვს თქვენს ორგანიზაციას? დიახ, შინაგანაწესის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა საჯარო სკოლების შემთხვევაში, ვინაიდან სხვა დაწესებულებებისგან განსხვავებით საჯარო სკოლაში შინაგანაწესი ავტომატურად ითვლება ხელშეკრულების ნაწილად. ანუ შინაგანაწესი არის ჩვეულებრივი ხელშეკრულების ნაწილი. ამიტომ ამ შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობას იღებენ თვითონ მასწავლებლები. ამიტომაც ამ პროცესში მათ უნდა გამოჩნდეს განსაკუთრებული ყურადღება, რომ ის შინაგანაწესი, რომელიც მათ უფლებებს პირადად ეხება, იყოს ისეთი, რაც წაადგება სკოლის გამართულად მუშაობას, აგრეთვე დამატებითი რაღაც უფლებებით აღწევას. ხშირია შემთხვევები, როდესაც პედაგოგები თავს იკავებენ თანამშრომლობისგან, თუნდაც თქვენს ორგანიზაციასთან. რატომ ხდება ეს? ძირითადად, რა თქმა უნდა, მოდიან ჩვენთან თანამშრომლობაზე, ანუ თავს იკავებენ, ასე ვერ ვიტყვი პირიქით, ჩვენ ყოველთვის თავაზობთ მასწავლებლებს დახმარებას, ძალიან ხშირად გვიკავშირდებიან, თუნდაც შინაგანაწესის შემუშავების საკითხში, ანუ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენ პირადად მივსურვართ სკოლაში ან გამოვგზავნიათ შინაგანაწესი შემდგომი ანალიზისთვის, ჩვენ გაგვიკეთებია ასეთი ანალიზი, შეგვითავაზებია ჩვენი წინადადები, რაც შემდგომ უკვე გაზიარებული იქნა და სკოლამ მიიღო უკეთესი შინაგანაწესი. შინაგანაწესში აუცილებლად უნდა აისახოს ის უფლებები, რასაც ანიჭებს მათ კანონმდებლობა, აი თუნდაც ჩვენ ვისაუბრეთ, სკოლის დირექტორები აიძულებენ მასწავლებლებს ხშირად, რომ ისინი გამოცხადდნენ სკოლაში დილის 9:00 ნახევარს და იმყოფებოდნენ საღამომდე, აუცილებლად მასწავლებლებმა უნდა ასახონ კანონის ის მოთხოვნა შინაგანაწესში, რომლის თანახმადაც მასწავლებელი ვალდებულია იმყოფებოდეს საჯარო სკოლის შენობაში მხოლოდ საგაკვეთილო საათების დროს. აგრეთვე ძალიან ხშირად ხდება, რომ შინაგანაწესი აკისრებს ვალდებულებას მასწავლებელს გამოცხადდნენ სკოლაში მაგალითად 9:15 საათით ადრე გაკვეთილის დაწყებამდე, რაც აგრეთვე კანონს ეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, მასწავლებელმა არ უნდა დააგვიანოს გაკვეთილზე, ეს საკამათოც არ არის, თუმცა 9:15 საათით ადრე გამოცხადება სკოლის შენობაში არ შეესაბამება არანაირ კანონის მოთხოვნას. პირიქით ის ვალდებულია მხოლოდ გაკვეთილო საათებში იმყოფებოდეს სკოლაში. შინაგანაწესით შეიძლება მოგვარდეს აგრეთვე ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი, აი თუნდაც ის შემთხვევა, როდესაც მასწავლებლებს, აი მაგალითად ოლიმპიადების ჩატარების, სასკოლო ოლიმპიადების ჩატარების დროს უწევთ დასვენების დღეებში სკოლის შენობაში ყოფნა, ეს ყველა ეს საკითხი და აგრეთვე სხვა საკითხები, რომელიც შეიძლება მე დღეს გამორჩა, უნდა მოგვარდეს აუცილებლად სკოლის შინაგანაწესით და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს თავად სკოლის მასწავლებლებს. შინაგანაწესზე მოგვიანებით განვაგრძობთ საუბარს, ახლა ჩვენს ეთერში მსმენელი რეკავს გისმენთ, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დასვათ შეკითხვა. გამარჯობათ მოგესალმებით, თუმცა ახლა შეიძლება პირდაპირ ისეთი კითხვა მაქვს, რომ კონკრეტულად ამ საკითხზე არა, მაგრამ ზოგადად მანჯობოს პროფკავშირების წარმომადგენელი პედაგოგთა ასეთი შეკითხვა მაქვს, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ. 2006 წლიდან გავიდა პიროვნება, უბრალოდ ამჟამად პენსიაზეა და პარალელურად ძირითად სამსახურთან ერთად მუშაობდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ლექციებს კითხულობდა დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. პენსია მიიღო ჩვეულებრივად 150 ლარი, მაგრამ მაინტერესებს ესე იგი თუ პედაგოგიური სტაჟის მიხედვით რაიმე შეღავათები და ან თუ რაიმე ცვლილებები არ მოსალოდნელი და შეგიძლიათ მიპასუხოთ. დიახ, გასაგებია თქვენი შეკითხვა. გიპასუხებთ, ანუ ზოგადად პედაგოგებს აქვთ ის შეღავათი, ანუ საგამართლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გააჩნიათ ის შეღავათი, რომ მათთან შეუძლიათ იმუშაონ სამსახურში და თან მიიღონ პენსია. ანუ სხვა მხრივ როგორც ასეთი, რომ პედაგოგიური სტაჟის გამო განსაკუთრებული რაღაც პრივილეგია არსებობდეს, ასეთი პრივილეგია კანონმდებლობის მიხედვით ჯერჯერობით ამჟამად არ არსებობს. თუმცა პრივილეგია თავისთავად ის, რომ პირ შეუძლია, ესე იგი, იყოს დასაქმებული საგამართლებლო დაწესებულებაში და თან მიიღოს პენსია.
გასაგებია და მანამდე საუბრობდით შინაგანაწესზე საინტერესოა თქვენი ორგანიზაცია როგორ თანამშრომლობს სკოლებთან. თქვენ თუ მიგიღიათ კონკრეტული სკოლის შინაგანაწესის შემუშავების პროცესში მონაწილეობა და რამდენად ხშირია თქვენი შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია პედაგოგებისთვის, მიიტანოთ მათამდე. დიახ, სკოლებთან თანამშრომლობა როგორც ასეთი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ესე იგი პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ შევძლებთ მასწავლებლის უფლებების დაცვას, რა დამოკიდებულება გვექნება თუნდაც სკოლის დირექტორთან. ამისათვის ჩვენ ვაფორმებთ კოლექტიურ ხელშეკრულებებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან კოლექტიური ხელშეკრულებით რეგულირდება როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულთა გაერთიანების უფლებები. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ სკოლებთან არ გვაქვს არანაირი პრობლემა, კანონი ავალდებულებს სკოლებს რა თქმა უნდა დადონ კოლექტიური ხელშეკრულება და შემდეგ გადმორიცხონ ყოველთვიურად საწევრო, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დირექტორები თავს არიდებენ კოლექტიური ხელშეკრულებით და კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს, თუნდაც საწევროს გადმორიცხვის კუთხით, თუმცა ასეთი შემთხვევები თითქმის ყოველთვის გვარდება ხოლმე მოლაპარაკებების გზით. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია კოლექტიური ხელშეკრულებების დადება. თუმცა ეს შინაგანაწესის პრობლემა განსაკუთრებით ალბათ ეხებათ კერძო სკოლის პედაგოგებს, რადგან სკოლა ადგენს კონკრეტულად შინაგანაწესს. ალბათ მნიშვნელოვანი უფრო მეტად მათთვის არის, რომ ზუსტად კონდეთ ის ინფორმაცია, რომ დაიცვან მომდევნო პერიოდში მათი უფლებები. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირად დავდივართ ხოლმე კერძო სკოლებში, ვატარებთ შეხვედრებს მასწავლებლებთან, რომ ისინი უფრო ინფორმირებულები იყვნენ და შეძლონ თავის დაცვა, თუმცა ფაქტი არის ისიც, რომ ნაკლები მექანიზმი არსებობს საკანონმდებლო დონეზე კერძო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების დასაცავად, ვიდრე საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების შემთხვევაში. აი თუნდაც ჩვენ ვლაპარაკობდით დისციპლინური წარმოების წესის შესახებ ბრძანებაზე, რომელიც ვრცელდება მხოლოდ საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირებზე, მაგალითად ამ ბრძანების მიხედვით დირექტორი ვერ გაათავისუფლებს მასწავლებელს დაუყოვნებლივ, იგი ვალდებულია, რომ გადასცეს საქმე დისციპლინურ კომიტეტს, რომელიც ამ საქმის განხილვას უნდება და შეიძლება მოუნდეს თუნდაც 2 კვირა, ასეთ ვადას განსაზღვრავს ბრძანება, შემდეგ ის უგზავნის 3 დღის ვადაში ოქმს დირექტორს, ხოლო დირექტორი 4 დღის ვადაში იღებს ბრძანებას ოქმის თაობაზე მასწავლებლისადმი დისციპლინური სახთელის დაკისრების შესახებ. ანუ პროცედურა საჯარო სკოლის შემთხვევაში არის გაწელილი, რა დროსაც თუნდაც პროფკავშირს შეუძლია მოახდინოს რაიმე რეაგირება. კერძო სკოლის შემთხვევაში ასეთი მექანიზმები არ არსებობს. თუ დავუშვათ საჩივარი იქნება მასწავლებლის წინააღმდეგ, დირექტორს შეუძლია დაუყოვნებლივ თუნდაც წუთიერად მიიღოს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში არც თვითონ მასწავლებელს და არც პროფკავშირს არ აქვს რაიმე მექანიზმი მოახდინოს და მოასწროს რეაგირების მოხდენა. ამიტომ კარგი იქნება რომ დისციპლინური წარმოების წესი გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. საინტერესოა, როგორ აფასებთ საქართველოს განათლების სისტემას, რამდენად შეესაბამება ის ევროპულ სტანდარტებს, თუმცა სანამ კითხვაზე პასუხს გამცემდეთ, მე მსმენელს შევახსენებ, რომ სტუდიის ნომერია 2132330 შეგიძლიათ დარეკოთ და პირდაპირ ეთერში დასვათ შეკითხვა. განათლების სისტემას როგორ აფასებთ, თუ შეიძლება და რამდენად შეესაბამება ის ევროპულ სტანდარტებს? რა თქმა უნდა, ევროპულ სტანდარტებს ჯერჯერობით განათლების სისტემა ჩემის აზრით არ შეესაბამება, თუმცა არის ნამდვილად მუშაობა მიმდინარეობს რეფორმები. ვფიქრობ, რომ იმისათვის საბოლოო მიზნის მისაღწევად აუცილებელია რეფორმები იყოს თანმიმდევრული, ანუ იყოს უწყვეტი, აი თუნდაც ჩვენ მქონდა სერტიფიცირების გამოსვლა, რომელიც შემდეგ შეიცვალა და დღეს გვაქვს უკვე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა. კარგი იქნება, რომ სახელმწიფო ზუსტად წინასწარ განსაზღვროს ესე იგი განვითარების მიმდინარეობა, სტაბილურობა, აგრეთვე აუცილებელი მნიშვნელოვანი საკითხია მასწავლებელთა ხელფასის ანაზღაურება. დღეს მასწავლებლებს აქვთ მიზერული ანაზღაურება, შეუძლებელია ხარისხიანად მუშაობა ასეთი ანაზღაურების პირობებში და მასწავლებლები აკეთებენ ნამდვილად მაქსიმუმს თავიანთი შესაძლებლობების. აგრეთვე აუცილებელი არის, რომ დასაქმებულთა გაერთიანებასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ჩამოყალიბდეს სწორი დიალოგი. ასეთი მაგალითები ჩვენ გვაქვს ნამდვილად, თუნდაც რამდენიმე დღის წინანდელი შეხვედრა, რა დროსაც სამინისტრო წამოვიდა გარკვეულ შეთანხმებაზე, რომ მასწავლებლთა დისციპლინური წარმოების წესში შევიდეს ცვლილებები და ასე ვთქვათ, დაეთანხმა ჩვენს ინიციატივებს დიდწილად, თუნდაც მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ეს ძალიან კარგი პროცესია და უნდა გაგრძელდეს და ასეთი ფუფუნება ნამდვილად არ არსებობდა ძველი ხელისუფლების პერიოდში, რომელიც პირიქით ძალიან სერიოზულ ზეწოლას ახდენდა ჩვენს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირზე. დირექტორები პირდაპირ
იბარებდნენ მასწავლებლებს კაბინეტში და აიძულებდნენ რომ დაეწერათ განცხადებები პროფკავშირის დატოვების თაობაზე, რის შედეგადაც ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მოგახსენებთ რომ იმ პერიოდში ჩვენი წევრების რაოდენობა იყო 100,000-ზე მეტი, შემდეგ ეს რაოდენობა ძალიან მკვეთრად შემცირდა. დღეს უკვე ჩვენ ჩაუხრელი მუშაობის შედეგად ვაერთიანებთ 40,000-მდე პედაგოგს. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა ზეწოლა იყო ძველი ხელისუფლების პერიოდში. ამჟამად უკვე 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს სიტუაცია შეიცვალა. სამინისტრო მოდის გარკვეულ თანამშრომლობაზე ჩვენთან, ტარდება რეგულარული შეხვედრები, თავაზობთ ჩვენს ინიციატივებს, წინადადებებს, ჯელობთ და ასე შემდეგ. თქვენ ახსენეთ ანაზღაურების პრობლემაც. აი ამ მიმართულებით მიმდინარეობს თუ არა რაიმე მოლაპარაკებები ან მოსალოდნელია თუ არა ხელფასების მომატება, თუმცა ამ თემაზე რამდენიმე წამში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვსაუბრობთ ანაზღაურების პრობლემებზე პედაგოგებთან დაკავშირებით. დიახ, ანაზღაურების მომატება ნამდვილად იგეგმება იმის გათვალისწინებით, რომ შემოვიდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რაც ითვალისწინებს თავისთავად მასწავლებელთა ანაზღაურების გაზრდას, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი და უკეთესი იქნება, საჭიროა მეტი ამ შემთხვევაში მეტის გაკეთება. მინდა გითხრათ ისიც, რომ რამოდენიმე თვის უკან პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირმა ჩაატარა მასიური აქცია, რა დროსაც ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება ხელისუფლების სახელზე, რომ გაიზარდოს ანაზღაურება, შეგროვებული იქნა დაახლოებით 17,000 ხელმოწერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ასეთ ეს იყო ჩვენი ნების დაფიქსირება, ანუ რაღაც მინიმალურ რაოდენობაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვილაპარაკებ, ჩვენ უბრალოდ ამ რაოდენობის ადამიანმა, პედაგოგმა დააფიქსირა თავისი ნება, რომ ისინი არიან უკმაყოფილოები. ანუ თქვენ წევრი პედაგოგებზე არის ხომ საუბარი? ჩვენ ასე ვთქვათ, ყველა წევრის ხელმოწერებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში. გასაგებია. ყველა მასწავლებლის. ანუ არაწევრი მასწავლებლის ხელმოწერებზეც არის საუბარი, დიახ? გისმენთ. ჩვენ შევაგროვეთ ეს ხელმოწერები და დაუფიქსირეთ ხელისუფლებას ჩვენი სურვილი, ჩვენი ნება, რომ საჭირო არის ხელფასების გაზრდა, რომ შეუძლებელია მსგავსი მიზერული ანაზღაურების პირობებში მუშაობა პედაგოგებისთვის. მანამდე საუბრობდით შრომის კოდექსზე და იმ ხარვეზებზე, რომლებიც შრომის კოდექსში არსებობს, კიდევ ხომ არ გსურთ ამ მიმართულებით გამოყოთ კონკრეტული საკითხი? დიახ, რა თქმა უნდა, ხარვეზები შეიძლება ვთქვათ, რომ არის გარკვეული, თუმცა ეს არის უკეთესი რედაქცია შრომის კოდექსზე, რაც დღეს გვაქვს, რითაც ის განსხვავდება ძალიან ძველი რედაქციისგან. საბოლოო ჯამში ეს არის გვაძლევს გარკვეულ უფლებებს. ჩვენ მე უკვე ვისაუბრე ზოგადად თუ რა ხარვეზები არსებობს შრომის კოდექსში და განათლების სისტემაში მოქმედ კანონმდებლობაში რა შეიძლება შეიცვალოს, თუნდაც დეკრეტულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად რეკავენ და მოდიან ჩვენთან ოფისში, ანუ როდესაც დირექტორები არ აძლევენ საშუალებას დეკრეტულში გასულ მასწავლებლებს, რომ ისინი ვადაზიადრე დაუბრუნდნენ სამსახურს, დირექტორები სწრაფად ფიქრობენ, რომ ისინი ვალდებულებია რახან მათ აიღეს სოციალური მომსახურების სააგენტოსგან 1000 ლარიანი დახმარება, ისინი ვალდებულები არიან სულად გამოიყენონ დეკრეტულის შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით, რაც ეწინააღმდეგება კანონს. 730 კალენდარული დღის ოდენობის გამოყენება არის დასაქმებულის უფლება და არა ვალდებულება. მათ შეუძლიათ ისარგებლონ იმდენი დღით, იმ ვადით, რაც მათ სურთ, რაც შეეხება 1000 ლარიან ანაზღაურებას, ამ ანაზღაურებას მათ აძლევს დახმარებას სოციალური მომსახურების სააგენტო და თვითონ საჯარო სკოლას შემხებლობა რაიმე ამ 1000 ლარიან დახმარებასთან არ აქვს. შესაბამისად, დირექტორები ვალდებულები არიან, რომ დააბრუნონ ვადაზიადრე მასწავლებლების სამუშაო ადგილებზე და კარგი იქნება, რომ კანონში მოხდეს უფრო, თუნდაც შრომის კოდექსში უფრო დეტალური და ნათელი ჩანაწერი, რაც უკვე თავიდან აგვარდებდა ისეთ ინტერპრეტაციებს, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ახდენენ დირექტორები. დამნიშნელოვანია აგრეთვე აღინიშნოს, რომ თუ არ ვცდები, თუ დეკრეტული შვებულებიდან დროზე ადრე დაბრუნდება პედაგოგი, ის ჩატარებულ გაკვეთილების შესაბამისად მიიღებს ანაზღაურებას. ანუ იმ 1000 ლარის პარალელურად მიიღებს ანაზღაურებასაც. მას შეუნარჩუნდება 1000 ლარი და აგრეთვე რასაც იმუშავებს, ნამუშევარის მიხედვით აუნაზღაურდება ჩვეულებრივ ხელფასს. და ბოლო კითხვა, დღევანდელ გადაცემაში რას გეგმავთ უახლოეს მომავალში, გაქვთ თუ არა შემუშავებული კონკრეტული ღონისძიებები?
დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ უამრავი ღონისძიება გვაქვს შემუშავებული, ჩვენ რეგულარულად დავდივართ სკოლებში, ვატარებთ შეხვედრებს, როგორც გითხარით, ეს ყველაფერი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრები ძირითადად არის სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის მიზნით პედაგოგებში, აუცილებელია, რომ პედაგოგებმა იცოდან მეტი თავიანთი უფლებების შესახებ, რათა მათ უკეთ შეძლონ, უფრო თამამად შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა. ასეთ შემთხვევაში პროფკავშირისათვის თვითონ არის უფრო მარტივი მუშაობა. ჩვენ ვავრცელებთ ძალიან ხშირად ბუკლეტებს, ბეჭდავთ ამ სამართლებრივი ხასიათის ბუკლეტებს, რომელსაც უფასოდ ვავრცელებთ მასწავლებელებში, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ უფასო იურიდიულ მომსახურებას ნებისმიერ პედაგოგს, რომელსაც რაიმე სამართლებრივი პრობლემა აქვს თავის დამსაქმებელთან, სკოლის დირექტორთან, შეუძლიათ მოგმართონ ჩვენ, ანუ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფლად პროფკავშირს გამოვაცხადებთ ჩვენს მისამართს, ეს არის ქალაქი თბილისი, არშბას ქუჩა ნომერი 5, გაგარინის მოედანთან, დღევანდელი ჟვანიას მოედანი და ჩვენ აღმოგიჩენთ ყველანაირ სამართლებრივ დახმარებას, რა თქმა უნდა, უფასოდ. იქნება ეს უბრალოდ სამართლებრივი კონსულტაცია თუ უფასო იურიდიული დახმარება სასამართლოში, მაგალითად, სარჩელის მომზადება ან უფასო საადვოკატო მომსახურება. გადაცემა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის დასასრულს მიუახლოვდა. სტუდიაში მუშაობდა თამუნა ღლოტი. გადაცემის სტუმარი იყო მეცნიერთა და პედაგოგთა პროფკავშირის იურიდიული სამსახურის უფროსი უჩა ბაკურაძე. შეგახსენებთ, რომ გადაცემები მასწავლებლები ადამიანის უფლებების დაცვისთვის ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის ფარგლებში. გადაცემა კი პირდაპირ ეთერში მომავალ შაბათს ზუსტად 14 საათზე და 5 წუთზე დაგიბრუნდებათ. მესამე რადიო გადაცემის სტუმარი იქნება ნათია კორძაძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ფინანსურ საკითხებში და ის ისაუბრებს პედაგოგთა სოციალურ და ეკონომიკურ ინტერესებზე. ნახვამდის. გადაცემას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის წარმოგიდგენთ განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით.